Სახალხო პროტესტის 30-ე დღე 28 ნოემბრიდან ქვეყანაში უწყვეტი დემონსტრაციებია. მოქალაქეები ქართულ ოცნებაში მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს. მომიტინგეები დაუღალავად ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და სისტემის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ, რა ხდება ბათუმის ქუჩებში. როგორც კადრებში ვხედავთ, მომიტინგეები აჭარის ტელევიზიასთან იმყოფებიან ღია ეთერის მოთხოვნით. ვნახოთ, გამოეხმაურება თუ არა ადმინისტრაცია მომიტინგეების მოთხოვნებს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მომიტინგეები ამ წუთებში აჭარის ტელევიზიასთან არიან შეკრებილები, ისინი ღია ეთერს ითხოვენ. გამოეხმაურება თუ არა ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს, ჩვენ ამ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას. ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის ხვალ 15 საათზე აქციების დაწყებიდან ზუსტად 1 თვის თავზე ბათუმის ზღვისპირა ბილიკზე 5 მთავარი ლოკაციის მოპირდაპირედ ადამიანები ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. რა იქნება მთავარი სათქმელი ახლა ჩვენ თემას სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ნინო გოგია, სამოქალაქო აქტივისტი, უპასუხებს ჩემს კითხვებს.
საღამოშვიდობისა ქალბატონო ნინო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას, რომ დავიწყოთ საუბარი ამ ღია ჯაჭვით, დეტალებით. რა იქნება მთავარი სათქმელი და რას ისახავს მიზნად ეს აქტივობა? მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება როგორც ვიცი. გამარჯობა, მადლობა თქვენ პირიქით მოწვევისთვის და გაშუქებისთვის. ეს ცოცხალი ჯაჭვი, ანუ თვითონ ჯაჭვი ზოგადად არის სიმტკიცის და ერთობის სიმბოლო, ხო? ზოგადად ასეა და გადაწყდა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს ჯაჭვები, ანუ აქ სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგ ქალაქში ხიდები შეირჩა, ზოგან ქუჩები, ან ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე შეირჩა სხვადასხვა ლოკაციები, თუმცა ბათუმში ეს ჩვენი ლოკაციები უბრალოდ ეს პირობითი არის ლოკაცია, ასე ვთქვათ, რომ ადამიანებს გაუმარტივდეთ, რადგან მოგეხსენებათ გრძელია ბათუმის ბულვარი და ჯაჭვიც გადასანაწილებლად რომ უფრო მარტივი ყოფილიყო, გარკვეული პირობითი ლოკაციები ავიღეთ, რომელზეც შევგროვდებით და იქიდან გავნაწილდებით შემდეგ უკვე მთელ სიგრძეზე ბულვარის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ნუ ხვალ წვიმა არის გამოცხადებული, თუმცა ბათუმში წვიმას მიჩვეული ვართ ჩვენ და შეფერხებაც პრინციპში დიდი არ უნდა იყოს, თავარია რომ საწვიმრებით მომარაგებული მოვიდეთ ადგილზე. რომელია ეს ლოკაციები, რომ გავუმარტივოთ ახლა ჩვენს მაყურებელს? ვაიმე, ბოდიშიც ამ პოსტერი მქონდა თან, მაგრამ ეხლა დამავიწყდა. ანუ არის ლოკაციები, არის ალიდანინო, არის კოლონადები, ფანტანები და გრიბოედოვის ქუჩა. ანუ რეალურად აი ეს როგორც გითხარით, არის პირობითი, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტად აი პრინციპი არის, რომ ეს გარკვეულ ჯგუფებს აქვს გადანაწილებული აი ალიდანინოსთან ხელოვანები, პედაგოგები ან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, რაღაც პარტიები ან სხვადასხვა სფეროს ადამიანებს აქვთ თავიანთი შეკრების ადგილი, სადაც ისინი მოახდენენ ერთ ადგილას მობილიზებას და ზოგადად ყველა ქუჩა, როგორც იცით, ბულვარისკენ მიდის ბათუმში. შესაბამისად, მოსახლეობას, რომელსაც სურს რომ ჩაერთოს, მათ უბრალოდ შეუძლიათ რომ გაუყვნენ პარალელურად ზღვისკენ თავისივე საცხოვრებელი ქუჩიდან და ჩავიდნენ იმ ლოკაციაზე, რომელიც არის ახლოს მათ სახლთან უბრალოდ. რატომ არის ერთიანობა ახლა მნიშვნელოვანი? ჩვენ ახახაც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები, ხომ? შეიძლება ითქვას თუ არა, რომ საკმაოდ კარგი ნაბიჯებით მიდის პროტესტი. რატომ არის ახლა გარდამტეხად მნიშვნელოვანი ერთიანობა? როგორც იცით, აი მთელი ეს პერიოდი ქართული ოცნება პროპაგანდაზე იდგა, რომ აი ყოფდა მოსახლეობის დემორალიზაციით იყო დაკავებული და პოლარიზაციით, რომ იქ ცალკე არიან ნაციონალები, ვიღაც ოპოზიციური პარტიები, NGO-ები თუ ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ვფიქრობ, რომ რაც წარმატებით გამოუვიდა ამ მთავრობას, ეს იყო, რომ ხალხის პოლარიზება შეძლო. ამიტომ ჩვენ, აი ასე ვთქვათ, რაღაც ორი საქართველო გააჩინეს თითქოს, აი ერთ მხარეს თვითონ არიან და ჩვენ მეორე მხარეს ვართ და ამისათვის ეხა ერთობას გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ყველანი ვართ ქართველები, ვართ ერთიანები და აქ ჩვენი ქვეყნის დასაცავად ვიბრძვით, ასევე ეს ერთობა არის ის, რისიც ეშინია მთავრობას. აი როგორც ნახეთ, დარბევების შემდეგაც თუ მანამდეც ერთადერთი აქციებზე ხალხის რაოდენობა არის, რისიც ეშინიათ მათ. იმიტომ რომ ზოგადად ხალხში არის ხო ძალა, ანუ მთავრობა ხალხის გარეშე უბრალოდ არაფერს არ წარმოადგენს, როგორც ახლა არალეგიტიმური მთავრობა ყავს, ანუ ხალხის გარეშე ცალკე მთავრობა ესე აღებული არაფერს არ ნიშნავს, ამიტომ ხალხის ერთობა არის ზუსტად ის ძალა, რომელიც არის საპირწონედ აი ამ ავტოკრატიის და დიქტატურის, რომლის დამყარებასაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში ჩვენ ხალხი ერთად ვდგავართ და არანაირი აქ ორი საქართველო არ არსებობს. საქართველო ერთია და ყველანი ვართ ქართველები და ვართ ერთიანები. სად ვართ ახლა პროტესტის რა ეტაპზე ვართ, როგორ ფიქრობთ და რა გველოდება წინ? პროტესტზე აი როცა ვსაუბრობთ, ყველანი რაღაც მომენტში მზად ვართ ხანგრძლივი პროტესტისთვის, მაგრამ რადგან ძალიან აი ესეთი არაპროგნოზირებადია ეს სიტუაცია და აქ არა მარტო საქართველოს, ჩვენ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაზეც ვართ დამოკიდებული, ამიტომ წინასწარ ამის თქმა რთულია, თუმცა პროტესტმა შედეგი გამოიღო უკვე იგივე სანქციები, რაც თქვენ წეგან ახსენეთ და ისევ აი პროტესტმა ის შედეგიც აჩვენა, რომ უფრო ეშინიათ, აი ეს ძალის დემონსტრირებაც ხო იმაზე მიუთითებს, რომ შეშინებულია მთავრობა და აი ამითი რაღაც ცდილობს, რომ ეს დანერგოს ადამიანებში შიში, რომ აი ისინი სიძლიერის რაღაც მითს ქმნიან, რომელიც
ერთადერთი აი ერთობით შეიძლება რომ ეს დავამარცხოთ მეტი არაფრით ანუ და რას ვეთყვით იმ ადამიანებს რომლებიც ჯერ კიდევ სახლებში ზიან და ვერ გამოიჩინეს იმხელა ძალა თუ რაც ქვია მას არ ვიცი გამბედაობა რომ გამოვიდნენ და დადგნენ იმ ადამიანების გვერდით ქუჩაში პირველი აი მაგალითად ზოგადად რო გითხრათ ჩემი საყვარელი ფორმა არის გაფიცვა პროტესტის აი აქციებზე მეტად და არ ნიშნავს აქციაზე არ გამოსვლა იმას რომ ადამიანებმა არ გამოხატონ პროტესტი ანუ ესეც უნდა გაითვალისწინონ რომ თუ ცოცხალი ჯაჭვი ეს ხომ პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა და შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ ამ ადამიანებს გამოხატონ იგივე Facebook აქტივობა იქნება ეს რაღაც სტიკერის გაკვრა თუ ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით თუ ადამიანს გაუჩნდა ეს პროტესტი შეუძლია გამოხატოს ნებისმიერი ფორმით ასევე მინდა უთხრა რომ აი ბევრი წერს Facebook-ზე იმას რომ რაღაც რაოდენობა შემცირდა შეიძლება ეს მოქმედებს ადამიანებზე და უფრო მეტი კრიტიკა მიდის აქციების და პირველ რიგში ამ ადამიანებს მინდა უთხრა რომ ერთხელ მოვიდნენ პირადად აქციაზე იმიტომ რომ ეს იმდენად განსხვავებულია იქ ყოფნა და შორიდან ამის ყურება რომ შეუძლებელია ტელევიზიიდან შეგექმნას წარმოდგენა რა ხდება სინამდვილეში აქციებზე. ამიტომ პირველი ვურჩევდი იმას რომ მოვიდნენ და გაესაუბრონ ადამიანებს, ჯერ გაიგონ მათი ტკივილი, საერთოდ აი ტელევიზიას არც უყურონ, ანუ პირდაპირ მოვიდნენ, იმიტომ რომ ინფორმაცია ეხა რაღაც არენდობიან თუ აი არ ვიცი რაღაცა სხვა წყაროები აქვთ ეთყობა თვითონ ინფორმაციის, რომელიც მათთვის არ არის ანდო, ამიტომ ვურჩევდი რომ მოვიდეს ადგილზე და გაეცნონ და დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა უნდა დაგემშვიდობოთ წარმატებებს გისურვებთ მაყურებელს კი შევახსენებ რომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო გოგია პასუხობდა ჩემს კითხვებს